უმადურობა არის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი საქციელი, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა. ხა რატო გადავწყვეტე რომ ჩავწერო ეს ვიდეო. ცოტა ხნის უკან მოვიყავი ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ წარმოდგენილები და იქ გაიხსენეს, სხვათა შორის, მათ შორის არაფორმალური საუბრის დროსაც გაიხსენეს თუ რამხელა ღვაწლი აქვს სანდრა რულოვს ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში. მას თურმე თავისი აქტიურობით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გლობალური საინტერესო პროექტები ჰქონდა დაწყებული, რამაც ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა პირდაპირ მნიშვნელობით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნად, რაც მათ გამოყვეს, იყო მათ შორის 2008 წლის პროექტი, კერძოდ ეს არის საშვილოსნოს ყელისა და მკერდის სიმსივნის სკრინინგი. ესე იგი, თურმე ამ პროგრამის ფარგლებში, ისევე თვითონ როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. ეხლა მე მინდა მიმართო იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტით ისარგებლა. და მათ შორის იმ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც იყვნენ ჩართულები მასთან ერთად ამ პროექტის განხორციელების დროს. როცა მას დააბრალეს, რომ თითქოს ის ყიდდა თირკმელებს და ადამიანებს თვითონ საშვილოსნოებს აჭრიდა და რაღაცა ეგეთი რაღაცები. როგორ არ შეგრცხვათ თქვენი დუმილის? რატო არ ამოიღეთ ხმა? განსაკუთრებით კიდევ იმ ადამიანებს მინდა მიმართო, რომლებმაც იცით, რომ ეს პროექტი მისი თაოსნობით არის დაწყებული, იცით, რომ ამ პროექტის, ანუ სკრინინგ პროექტის დამსახურებით თქვენი სიცოცხლე გადარჩა და თქვენ მაინც დუმხართ. როგორც თავში დავიწყე, აღვნიშნე იგივე სიტყვი ბოლოში. უმადურობა არის ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი საქციელი, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა.